ყველაზე მდიდარი ქართველი, რომელსაც აქამდე მხოლოდ მილიარდებით და ქველმოქმედებით იცნობდნენ. საზოგადოებისათვის უცნობი ოლიგარქის პოლიტიკური განაცხადი და გაზრდილი ინტერესი მის მიმართ. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? სპეციალური რეპორტაჟი იმედის მაყურებელთან ერთად შეეცდება უფრო მეტი გაიგოს მილიარდერის აქამდე გასაიდუმლოებული პერსონის შესახებ. ბიძინა ივანიშვილი, მისი ცხოვრება საქართველოში და რუსეთში, ბიზნესი, კაპიტალი, კავშირები, ქველმოქმედება და პოლიტიკა. სპეციალურ რეპორტაჟში გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი. საღამომშვიდობის, ეს არის სპეციალური რეპორტაჟი, მე ლაშა ხარაზიშვილი ვარ. პირველი ქართული გვარი, რომელიც Forbes-ის სიაში გვხვდება, ივანიშვილია. მას პლანეტის უმდიდრესი ადამიანების შემონათვალში 195 ადგილი, ხოლო ყველაზე მდიდარ რუსებს შორის 25 ადგილი უჭირავს. მხოლოდ 2010 წელს მისმა შემოსავლებმა $900 მილიონი შეადგინა. ბიზნესმენის ოფიციალურ რეგისტრირებული მთლიანი აქტივები $5.5 მილიარდი, თუმცა ითვლება, რომ არაოფიციალურად მისი ქონება $8 მილიარდს აღემატება. მილიარდერის შაკეტილი ცხოვრების წესის გამოწლების განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი იყო ცნობილი მისი ცხოვრების საქმიანობის წარსულის შესახებ. იგი არ ურთიერთობდა მედიასთან, არასოდეს ხვდებოდა კამერების ობიექტივში, არ საუბრობდა თავის ბიზნესზე, არ ახდენდა საკუთარი სიმდიდრის აფიშირებას, არ ახმაურებდა მის მიერ დაფინანსებულ პროექტებს. სწორედ ამიტომ სულ რაღაც ერთი თვის წინ ბიძინა ივანიშვილის სახელი საქართველოში მხოლოდ მის მილიარდებს და მის საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდებოდა. თუმცა რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილის განაცხადმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საზოგადოებაში ბუნებრივი ინტერესი გააჩინა, უფრო მეტი შეიტყვონ მისი პერსონის ირგვლივ. ნათელი გახდა, რომ პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია და ბიზნესმენის გასაიდუმლოებული იმიჯი ერთმანეთს ვეღარ უთავსდებოდა. პოლიტიკურად გააქტიურებული ოლიგარქის მიმართ საზოგადოებას უფრო მეტი შეკითხვა გაუჩნდა. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? როგორ გადაიქცა ჩვეულებრივი საჩხერელი ახალგაზრდა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ოლიგარქად? რა გზა განვლო მან და რაშია მისი ფინანსური წარმატების საიდუმლო? კონკრეტულად რა ბიზნესებს ფლობს ივანიშვილი და არის თუ არა დაკავშირებული რუსულ პოლიტიკურ და მაფიოზურ წრეებთან? რა საქმიანობს ის საქართველოში და როგორია მისი ქველმოქმედების მასშტაბი? სპეციალური რეპორტაჟი შეეცადა პირადად ბიძინა ივანიშვილისაგან მოესმინა პასუხები მის მიმართ არსებულ შეკითხვებზე, რისთვისაც გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზეთ მას, თუმცა სამწუხაროდ უარი მივიღეთ. მიუხედავად ამისა, სპეციალური რეპორტაჟი თქვენთან ერთად შეეცდება გასცეს პასუხები კითხვებს, რომელიც აქამდე უცნობი ოლიგარქის შესახებ დაგროვდა. მაშასე გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი. ნაწილი პირველი. მისი მოღვაწეობა და ბიზნეს საქმიანობა მთლიანად რუსეთს უკავშირდება, სადაც იგი 1980-იანი წლებიდან ცხოვრობს. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად მილიარდერი ვარდების რევოლუციის შემდეგ გადმოვიდა. სამშობლოში მას თითქმის არ აქვს ბიზნესი. აქ მისი ერთადერთი საქმიანი ცენტრი ქართო ჯგუფია. მოღვაწეობა კი ძირითადად მხოლოდ ქველმოქმედებას უკავშირდება. წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა, ისევე როგორც მისი ბიოგრაფიის ყველა სხვა სფერო, მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. საზოგადოება მის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ მხოლოდ მოარული ხმებით იტყობდა. თუმცა პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ ბიზნესმენი დუმილ სარღვევს და ქართო ჯგუფი მის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. 2005-2010 წლები ივანიშვილმა საქველმოქმედო საქმიანობაზე დაახლოებით $500 მილიონი დახარჯა. ისტორიულ ძეგლთა დაცვა და რეაბილიტაცია, ეკლესიების რესტავრაცია, მათ შორის სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, კულტურის და ხელოვნების სფეროს დამსახურებულ მუშაკთა სოციალური დახმარება, სპორტსმენთა და მწვრთნელთა სოციალური დახმარება, მათ შორის რაგბის კავშირისათვის გაწეული დახმარება და რაგბის მოედნების მშენებლობა, საჩხერის რაიონის მცხოვრებთა უფასო სამედიცინო და სხვა სოციალური დახმარებები, საჩხერის სამედიცინო კომპლექსის და მედიკოსთა ქალაქის მშენებლობა, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთა და წევრ კორესპონდენტთა სოციალური დახმარება, თბილისის ბოტანიკური ბაღის და ბოტანიკის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, კახიძის მუსიკალური ცენტრის, ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის, გრიბოედოვის თეატრის რეკონსტრუქცია, ბათუმის დელფინარიუმის, ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, გართობისა და დასვენების ობიექტთა მშენებლობა, რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების სოციალური პროექტების მხარდაჭერა. წლების განმავლობაში ივანიშვილის ქველმოქმედება ისეთივე გასაიდუმლოებული იყო, როგორც მისი პიროვნება. თუმცა მილიარდერის პოლიტიკური გააქტიურების შემდეგ ქართო ჯგუფმა მისი საქველმოქმედო საქმიანობის შთამბეჭდავი ჩამონათვალი გამოაქვეყნა. თუმცა ქველმოქმედების გარდა ჯერაც ბევრი შეკითხვა არსებობს იმის შესახებ, თუ საიდან მოდის, რა წარსული აქვს და რითი მოვიდა დღემდე უკვე პოლიტიკურად ცნობილი, მაგრამ ჯერაც უცნობი ქართველი ოლიგარქი. მაშასე ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? 2005 წლის 3 მაისს რუსული Forbes-ის ინტერნეტ ვებგვერდზე ჟურნალისტ ელენა ბერესკინეს სტატიაში „ადამიანი ფულით.
რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობას ეხება, ერთ-ერთ აბზაცში ვკითხულობთ. მოსკოვში ივანიშვილს მისი ქართული სახელის შეცვლა მოუხდა. როგორ აღარ მეძახდნენ, ვინ ბუზინას, ვინ ბენზინს. იხსენებს ახლა ბიზნესმენი პარიზის ფეშენებელურ სასტუმრო გეორგ მეხუთეს მასიურ მაგიდასთან მჯდომი. ერთხელ ასპირანტურაში მოადგილემ მითხრა, რომ უბრალოდ ბორის დამიძახებდა. ასე დაერქვა ბიძინა ივანიშვილს ბორისი და ის ფორბსის ინტერნეტ გვერდზე ბიძინასთან ერთად ბორისითაც არის მოხსენიებული. როგორც ამბობენ, მას რუსეთის ბიზნეს ელიტაშიც ორივე სახელით მიმართავენ. მასზე თქვენ ბევრი არაფერი იცით. გარდა იმისა, რომ აქვს ბევრი ფული, რომელსაც საქართველოში ქველმოქმედებაში ხარჯავს. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ მან 2006 წელს სოთბის აუქციონზე პიკასოს დორა მარი კატით 95 მილიონ დოლარად შეიძინა და რომ მისი საყვარელი მხატვარი ვილერმ დე კუნინგია. იცით თუ არა, რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოსათვის სკანდალურად ცნობილ რუს სენატორ ვიტალი მალკინთან? რა კავშირებს მას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, კრიმინალურ ავტორიტეტ კვანტრიშვილთან, ძმებ ჩორნებთან, გენერალ ლებედთან, რომელიც 1999 წლის 9 აპრილს გენერალ როდიონოვის მარჯვენა ხელი იყო და იცით თუ არა, რამდენად შესაძლებელია რუსეთში დიდი ბიზნესის კეთება რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების განსაკუთრებული კეთილგანწყობის გარეშე. რას წარმოადგენს ივანიშვილის საკუთრება მმართველი კომპანია უნიკორი? რა ბიზნესი წილები აქვს ენერგო და სატელეკომუნიკაციო ბიზნესში ოლიგარქს? სპეციალური რეპორტაჟი გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი, ნაწილი მეორე. რუსული ფორბსის ცნობილ სიაში მას მოკრძალებული 25 ადგილი უჭირავს. უფრო წინ არის რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში 22 ადგილი. მისი კაპიტალი 5,5 მილიარდი დოლარია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი ასპირანტურა მოსკოვში. ბიზნესით გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან არის დაკავებული. ყავს მეუღლე, 4 შვილი. ფორბსის მიხედვით მისი სტატუსი ასეთია: კომპანია უნიკორის მფლობელი. ივანიშვილის კუთვნილი კომპანია უნიკორი რამდენიმე მსხვილი ფირმის და კომპანიის მართვას ახორციელებს. ფინანსები, ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტიკა და ასე შემდეგ. უნიკორის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ივანიშვილის კუთვნილი ბანკი როსისკი კრედიტია. ის როსისკი კრედიტი, რომელსაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სულ რაღაც 2 თვის წინ აგვისტოში ფიზიკური პირებისგან კაპიტალის მოზიდვის ლიცენზია მისცა. ლიცენზია, რომელიც ბანკს არ ჰქონდა. უნიკორი და როსისკი კრედიტი. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ეს კომპანია და ბანკი ერთი და იგივე ადამიანის, ივანიშვილის საკუთრებაა. როსკრედიტმა ლიცენზია მიიღო, უნიკორი კი რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. ინტერიფ კაპიტალი, ინტერიფ ტრეიდი, უნიკორ სერვისი, სტოილინსკაია ნივა, ერკა ფარმი, დოქტორ სტოლეტოვი, ემ დეველოპმენტი. რას და როგორ ფლობს და მართავს ივანიშვილი უნიკორში შემოვალ კომპანიებს, შესაძლებელია თუ არა ამ ბიზნესების მფლობა და განვითარება ისე, რომ ამაზე რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისგან ეგრეთ წოდებული კურთხევა არ ჰქონდეს. ამაზე მოგვიანებით მანამდე კი ბიზნესმენის ბიზნესზე კიდევ რამდენიმე ინფორმაცია. აქციები და წილები კომპანიებში, ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ბევრმა არ იცის. ეს ის გაზპრომია, რომელზეც დღეს პუტინის სახელმწიფო დგას. ეს ის გაზპრომია, რომლითაც პუტინი ეგრეთ წოდებული ახალი საზღვარგარეთის ქვეყნებს ხან აშინებს, ხან აშანტაჟებს და ხანაც ევაჭრება. ეს ის გაზპრომია, რომლითაც პუტინი ევროპასაც ემუქრება. კომპანიაში, რომლის სლოგანის მიხედვით გაზპრომი ნაციონალური საკუთრებაა, ივანიშვილი 1%-ს ფლობს. 1 ტკბილი, ძალიან ტკბილი პროცენტი რუსეთის მოქმედი ხელისუფლების პირადი კომპანიიდან. მართალია, კარგად ცნობილი რაოიესი დაიშალა, მაგრამ მის ადგილზე რამდენიმე სახელმწიფო კომპანია აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ამბობენ, ის 1%, რომელსაც ივანიშვილი რაოშიც ფლობდა, უგზო-უკლოდ არ დაკარგულა. ეს ცნობილი ლუკოილია, რომელიც ნავთობისა და გაზის მსოფლიო მოპოვების 2,2%-ს ფლობს. მისმა მოგებამ მხოლოდ 2010 წელს 9 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუ დღემდე არ იცოდით, ივანიშვილი ამ კომპანიაშიც ფლობს 1%-ს. გაზპრომის და ლუკოილის თითო პროცენტს კიდევ ერთი, ამჯერად სურგუტნეფტგაზის 1%-იც ემატება. ნავთობისა და გაზის მოპოვება გადამუშავების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა რუსეთში, რომელიც გაზის მოპოვების 25 და ნავთობის მოპოვების 13%-ს ფლობს. ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული ბიზნესის მაკონტროლებელი ვინ არის, ან ვინ შეიძლება იყოს, ძნელი მისახვედრი არ არის.
თუმცა ივანიშვილის ბიზნესს მხოლოდ ნავთობი და გაზი არ წარმოადგენს. მილიარდერი ოლიგარქი ინტეგრირებული ტელეკომუნიკაციების ბიზნესიდანაც იღებს მოგებას. მარტივ ენაზე კი ის უმსხვილეს კონცერნ სახელად ვიმპელკომში აქციების 1%-ს ფლობს. ვიმპელკომი მობილური კავშირის კომპანიებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ფლობს. მსოფლიოს მასშტაბით 194 მილიონი აბონენტის მომსახურებიდან შემოსული მოგების 1% ოლიგარქის ანგარიშზეა. რუსეთში ნავთობთან და გაზთან ერთად მობილურ კავშირსაც ხელისუფლება აკონტროლებს და თუ ეს დღემდე ვინმესთვის ცნობილი არ იყო, ახლა უკვე ცნობილია. კიდევ 1% კიდევ ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში. ამჯერად მობილური ტელესისტემები, იგივე MTS-ი, რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი მობილური ოპერატორი, რომელიც შვილობილი კომპანიების მეშვეობით მობილურ კავშირს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ახორციელებს. 1 მილიარდ 391 მილიონი, ასეთია MTS-ის სუფთა მოგება მხოლოდ 2010 წელს. ამ მოგების 1% რუსული ბიზნესის ოლიგარქიის წარმომადგენლის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. გაზი, ნავთობი, ტელეკომუნიკაციები, ეს ყველაფერი არ არის. ოლიგარქი რისი ოლიგარქია თუ წიაღისეულთან არ აქვს შეხება. თუ გაზპრომში, ლუკოილში, სურიგატ ნეფტგაზში, ვიმპელკომსა და MTS-ში მილიარდერს მხოლოდ თითო პროცენტი აქვს და რომელმაც 2006 წელს პიკასოს დორა მარიკატით სოტბიზე 94 მილიონ დოლარად იყიდა რუსული წიაღისეულის 1/5-ს აკონტროლებს. ჰოლდინგი მეტალო ინვესტი ივანიშვილის ოლიგარქიული ბიზნესის ერთ-ერთი მწვერვალია. ჰოლდინგში 9 კომპანიაა გაერთიანებული და იმის გარდა რომ ის რუსული წიაღისეულის 1/5-ს აკონტროლებს, მსოფლიო მეტალურგიის ერთ-ერთი გიგანტია. ნავთობი, გაზი, მეტალურგია, ტელეკომუნიკაციები. შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირის გარეშე რუსეთში სასარგებლო წიაღისეულის რესურსების 1/5-ს აკონტროლებდე და შესაძლებელია თუ არა რუსეთის ნაციონალური საკუთრების 1%-ს ფლობდე. კითხვაზე პასუხი მოსკოვიდან რამდენიმე წუთში, მანამდე კი ოლიგარქის კუთვნილი უნიკორი. 10 минут до Кремля по маршруту Комсомольский проспект, Остоженко, и вы уже в Хамовниках. 10 წუთი კრემლამდე. კომკავშირელის გამზირი. ოსტოჟენკა და თქვენ ხამოვნიკებში მოხდებით. ახალ ელიტარულ მიკრორაიონში, რომელსაც ოლიგარქის უნიკორი აშენებს. კვადრატული მეტრის ღირებულება აქ $8,000-დან იწყება და 12,000-მდე ადის. სადოვიე კვარტალის საერთო ფართი 450,000 კვადრატული მეტრია. ალბათ არავის უჩნდება კითხვა, რომ ელიტური კვარტლის მშენებლობა კრემლიდან 10 წუთის სავალგზაზე ლუშკოვის და ახლა უკვე სობიანინის გარეშე ვერ და არ მოხერხდებოდა. Участники проекта. Финансовый партнер ОАО «Банк Российский кредит». Девелопер УК «Уникор». Технический заказчик компания ООО «М-Девелопмент». Управление компания «Уникор Сервис». კრემლთან ახლოს სადოვიე კვარტალი ერთადერთი არ არის, რასაც ოლიგარქის უნიკორი აშენებს. ტვერსკაიაზე ლუქსის ტიპის სასტუმრო შენდება. ახალი სასტუმროს მშენებლობის დასრულებამდე უნიკორი ასევე ტვერსკაიაზე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 3-ც მართავს, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $350 მილიონია. MC Unicor and Российский Credit Bank present project of the development of a mixed-use complex. Дом «Пионер». Жилой комплекс бизнес-класса в центре Сочи. ეს კი სოჭია და საცხოვრებელი კომპლექსი. სახლი პიონერი ახალგაზრდა ლენინელების 24 ნომერში. უნიკორის კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი და კითხვა. რამდენად შესაძლებელია ქალაქში, სადაც პუტინი პირად პროექტს ოლიმპიადა 2014-ს ახორციელებს, აშენო ისე რომ, როგორც ამბობენ, ჩაწყობილი არ გქონდეს. რომ არ იფიქროთ, ენერგორესურსების, ტელეკომუნიკაცია, სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესის გარდა ოლიგარქს არაფერი აქვსო, იცოდეთ რომ ბატონი ივანიშვილი სააფთიაქო ქსელ დოქტორ სტოლეტევის მფლობელიცაა. რუსეთის 11 რეგიონი და დაახლოებით 450 აფთიაქი. ამ დროისთვის საბაზრო ღირებულება 100-დან 150 მილიონ დოლარამდეა. ოლიგარქის რუსული ბიზნესის ჩამონათვალი ამით არ ამოწურულა. ივანიშვილი საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში ასე კარგად ცნობილ ხორბლის, პურის და ფქვილის ბიზნესსაც ფლობს. უნიკორში შემავალი სტოილენსკაია ნივა ხორბლის გადამუშავებით, ფქვილის წარმოებით და პურის ცხობით არის დაკავებული. ხოლო 2010 წელს სუფთა მოგებამ დაახლოებით $35 მილიონი შეადგინა.
სტოილენსკაია ნივა 12 პურის ქარხანას და 19 საწარმოს ფლობს. ფქვილის წარმოებით რუსეთში მესამე ადგილზეა, ხოლო საკონდიტრო ნაწარმის წარმოებით მე-9-ზე. ასეთია ქართული პოლიტიკისთვის ასე კარგად ცნობილი ფქვილისა და პურის ბიზნესის ივანიშვილისეული რუსული ხიბლი. ივანიშვილის არსობის პურს ინტერიფ ტრეიდი და ინტერიფ კაპიტალიც ემატება. ინტერიფ ტრეიდი ფასიანი ქაღალდების ბირჟით არის დაინტერესებული. ინტერიფ კაპიტალი კი საპაიო საინვესტიციო ფონდებით, ასევე კერძო შრომითი საპენსიო დანაზოგებით. თქვენ ახლა უკვე იცნობთ ბიძინა, იგივე ბორის ივანიშვილს, როგორც მას ხშირად რუსეთში მოიხსენიებენ. ის ალბათ გასცემს პასუხს კითხვას. შესაძლებელია კი 5,5 მილიარდი დოლარის შოვნა რუსეთში ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნესების ფლობა და განვითარება, ისე რომ რუსეთის მოქმედ ხელისუფლებასთან კავშირი არ ჰქონდეს. შესაძლოა ამ შეკითხვას ოლიგარქმა არც უპასუხოს, როგორც გაირკვა მას რუსეთთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა აღიზიანებს. არადა დიდი ბიზნესიდან დიდ პოლიტიკაში გადასვლის მსურველს ყველა კითხვაზე პასუხი უნდა ჰქონდეს. სანამ ივანიშვილი მისთვის გამაღიზიანებელ შეკითხვას პასუხს გასცემს, მანამდე ამ შეკითხვას მოსკოვში მოკლედ უპასუხეს. Он прекрасно знаком с ситуацией в России. ბატონმა ივანიშვილმა რუსეთში დიდი ფული იშოვა. ეს მიანიშნებს, რომ ის მშვენივრად იცნობს რუსეთის შიდა სიტუაციას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ნებისმიერი მილიონერი რუსეთის ხელისუფლების მძევალია. მეტიც, ნებისმიერი რუსი მილიონერი ასე თუ ისე კრემლის მაფიის ნაწილია. ასეთია რუსეთის ძალაუფლების მოდელი. ივანიშვილის ის ტკბილი და სასაცილო სიტყვები რეფორმატორ და დემოკრატ პუტინზე ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდია მისი დამოკიდებულება კრემლზე. ასეთია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ისტორია. ის რუსული ოლიგარქიის წარმომადგენელია, რომელსაც ახლა ქართულ პოლიტიკაში ფულის დაბანდება სურს. მის შესახებ თქვენ ახლა უკვე თითქმის ყველაფერი იცით. ანგოლაში იარაღისა და ალმასების კონტრაბანდა, ფულის გათეთრების ოპერაციები. ეს ის სკანდალური საკითხებია, რის გამოც კანადის ხელისუფლება რუს სენატორს ვიტალი მალკინს ქვეყნის ტერიტორიაზე არუშებს. ის მისი მეგობრის ივანიშვილის მსგავსად მილიარდერია, თუმცა ფორბსის სიაში მხოლოდ 58 ადგილს იკავებს. მალკინი ივანიშვილთან ერთად ბანკ როსისკი კრედიტის დამფუძნებელია. მალკინი წლებია ივანიშვილის მარჯვენა ხელია. სპეციალური რეპორტაჟი გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი, ნაწილი მესამე. ვიტალი მალკინი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი და რუსის სენატორი ბურიატიის რესპუბლიკიდან. რუსეთის ფედერაციის საბჭოში საგარეო კომიტეტში მუშაობს, თუმცა მალკინს დღემდე კანადაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. მას იქ საერთაშორისო დამნაშავედ მიიჩნევენ. სკანდალი ჯერ კიდევ 2009 წელს აკორდა. კანადის ხელისუფლების მტკიცებით მალკინი ფულის გათეთრების ოპერაციებთან და ანგოლაში იარაღისა და ალმასების კონტრაბანდასთანაა დაკავშირებული. საემიგრაციო სამსახურებში მიღებული დოკუმენტების თანახმად, მან ასევე ანგოლის რუსეთის წინაშე არსებული სახელმწიფო ვალის დაფარვისას დაახლოებით 48 მილიონი დოლარი მიითვისა. ვიტალი მალკინი კანადაში შესვლას 1995 წლიდან ცდილობს. მისი ცოლ-შვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ტორონტოში უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობს. თავად ოლიგარქი კანადაში უძრავი ქონების ობიექტებს სულობს და უკვე რამდენიმე წელია სასამართლოების საშუალებით უშედეგოდ ცდილობს ქვეყანაში შესვლის უფლება მოიპოვოს. შაშან ვიტალი მალკინი ფორბსის რუს მილიარდერთა სიაში 1 მილიარდით 58 ადგილს იკავებდა. მილიონები მალკინმა ჯერ კიდევ შავბნელ 90-იანებში დააგროვა. მისით კანადის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურია დაინტერესებული. სასამართლოში მოსკოვიდან კანადის საელჩოდან მიღებულ ინფორმაციას მალკინის საქმეზე დანიშნულმა მოსამართლემ საიდუმლო გრიფი დაადო და მისი შინაარსი თავად ოლიგარქსაც არ გააცნეს. ვიტალი მალკინი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ბანკ როსისკი კრედიტის დამფუძნებელია. 1993 წელს ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მას დაუთმო. თუმცა როსისკი კრედიტზე გადამწყვეტ გავლენას მაინც ქართველი ოლიგარქი ინარჩუნებდა, რაც თავად ივანიშვილმა 2005 წელს ვედომოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა. ის წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებდა. ცვლიდა სხვადასხვა ფორმალურ საღამოებზე და არაფორმალურ ტუსოვკებზე. ის არასდროს არ წყვეტდა თუ ბიზნესის რომელი მიმართულების ფორსირებული განვითარება მოგვეხდინა და რომელი შეგვეწყვიტა. რა გაგვეყიდა და რა გვეყიდა. როგორ შეგვერჩია კადრები და როგორ გვემართა ისინი. ეს ჩემი საქმე იყო. ვიტალი მიცოდა, რომ ამ საკითხებში არაკომპეტენტური იყო. ბიზნესი ივანიშვილმა მალკინთან ერთად დაიწყო. ვიტალი ჩემი მეგობარია და ჩემთვის არასოდეს უღალატია. ამიტომაც ჩემ ბიზნეს პარტნიორად რჩება. ამობდა ივანიშვილი და სიხარულს გამოხატავდა იმის გამო, რომ მეგობარი მდიდარ ადამიანად აქცია. თუმცა იმავე ვედომოსტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ. მსხვილი ბიზნესმენი, რომელსაც იმ დროს ივანიშვილთან კავშირი ჰქონდა, ამბობს, რომ ივანიშვილი ამბიციური სოფლელი ბიჭი იყო, რომელიც ქართულადაც კი აქცენტით საუბრობდა.
ნებისყოფიანი ენერგიული მკაცრი აგრძელებს ივანიშვილის ძველი ნაცნობი. თავიდან სპეკულიანტობით დაიწყო. ის მალკინთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ერთად სპეკულიანტობდნენ. შემდეგ უკვე პარტნიორები გახდნენ. საზოგადოებაში ივანიშვილი მალკინის მიმართ მკაცრი იყო და პირდაპირ მნიშვნელობით ამცირებდა ხოლმე მას. ის ასეთი იეზუიტი მართველი იყო. ვიტალი მალკინის ბიოგრაფიის ანგოლურ ეპიზოდში სკანდალებით ცნობილი კიდევ ერთი ოლიგარქი არკადი გაიდამაკი ფიგურირებს. 1997 წელს მალკინმა ოფშორულ ზონაში გაიდამაკთან ერთად დაარეგისტრირა ფირმა აბალონ ინვესტმენტი. სწორედ ამ ფირმის შუამავლობით მოხდა ანგოლის ვალის რესტრუქტურიზაცია, საიდანაც მალკინმა და გაიდამაკმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი იშოვეს. არკადი გაიდამაკი ისრაელის, კანადის, საფრანგეთისა და ანგოლის მოქალაქეობას ფლობდა. 90-იანი წლების დასაწყისში ანგოლის პრეზიდენტ ჟოზე ედუარდო დუშ სანტუშას, რომელიც სამოქალაქო ომში იყო ჩართული, საერთაშორისო ემბარგოს გვერდისავლით საბჭოთა წარმოების იარაღით ამარაგებდა. სისხლის სამართლის საქმე საფრანგეთში გაიდამაკის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1997 წელს აღიძრა, თუმცა მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა. ისრაელმა საფრანგეთს ექსტრადიციაზე უარი უთხრა. 2000 წელს გაიდამაკი როსისკი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. როგორც ივანიშვილი ამბობს, გაიდამაკის უკანონო საქმიანობის შესახებ მან არაფერი იცოდა. გაიდამაკი 1991 წელს გავიცანი. მისი წყალობით უძრავი ქონების ბიზნესში ჩავერთე. 92-93 წლებში გაიდამაკმა ჩვენგან კრედიტები აიღო და გირაოდ სასტუმროების მინსკისა და ცენტრალნის აქციები დატოვა. ფული კი აღარ დაუბრუნებია. ნაცნობობის პირველივე დღიდან ბანკის აქციების თუნდაც 10%-ის გაყიდვაზე ცდილობდა ჩემს დაყოლიებას. თუმცა მე უარზე ვიყავი. 2000 წელს 200 მილიონი დოლარი შემოგთავაზა აქციების 25%-ში. ფული რომ მოეცა, უფრო დიდ პაკეტს მივცემდი იაფად. დოკუმენტები არ გაგვიფორმებია, მაგრამ დავნიშნეთ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. გაიდამაკს როგორც ჩანს არ შეეროდა რომ მე ბანკს გავაკოტრებდი. 3 თვე იმუშავა ჩვენთან. თავისი თვალებით ნახა ყველა გირაო და წავიდა. როცა გავიგეთ რომ ის იარაღით ვაჭრობდა, თქვი რომ მისი ფეხი ბანკში აღარ ყოფილიყო. 2009 წელს არკადი გაიდამაკს პარიზის სასამართლომ ანგოლაში იარაღის კონტრაბანდისა და კორუფციული გარიგებების გამო დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დღემდე ისრაელში ცხოვრობს და მოსკოვს ხშირად სტუმრობს. 2008 წელს გაიდამაკმა იერუსალიმის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება სცადა. თუმცა როგორც კი საარჩევნო კამპანია დაიწყო, ისრაელის სამართალდამცველებმა მის წინააღმდეგ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით საქმე აღზრეს და დააპატიმრეს. გათავისუფლებისთვის მას 1 მილიონი დოლარი გირაოს გადახდა მოუხდა. განსხვავებით არკადი გაიდამაკისგან ვიტალი მალკინს პოლიტიკაში მოსვლა არ გასჭირვებია. მან მარტივად შეძლო ბურიატიის რესპუბლიკიდან სენატორის თანამდებობის დაკავება, მაგრამ ანგოლასთან დაკავშირებული საერთაშორისო სკანდალის თავიდან აცილება მაინც ვერ მოახერხა. გზა წვრილი მეწარმეობიდან დიდ ბიზნესამდე, საიდანაც პოლიტიკაში მოხვედრა პოსტსაბჭოთა რუსეთში არც ისე რთული იყო. ეს გზა ვიტალი მალკინმა იოლად განვლო. როგორც ჩანს, მალკინის მეგობარმა და პარტნიორმა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ახლა მისი ჯერი დადგა. მაშასე ივანიშვილი, მალკინი და ლეგიტიმური შეკითხვა ამ რეპორტაჟის ნახვის შემდეგ. შეიძლება თუ არა ივანიშვილს არ სოდრონდა მალკინის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. თუ კი ბიზნესზე ძირითადად გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებდა, რა კავშირი ჰქონდა ივანიშვილს იარაღით და ბრილიანტებით უკანონო ვაჭრობასთან. სპეციალური რეპორტაჟი შეეცადა პირადად ბიძინა ივანიშვილისაგან მოესმინა პასუხები მის მიმართ არსებულ შეკითხვებზე, რისთვისაც გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზეთ მას, თუმცა სამწუხაროდ უარი მივიღეთ. იცით თუ არა რა კავშირი აქვს 9 აპრილის დამსჯელის სპეცოპერაციის ხელმძღვანელის როდიონოვის მარჯვენა ხელს გენერალ ლებეც ბიძინა ივანიშვილთან და რატომ არასკრუტკებდა ოლიგარქი ლებეც? რა კავშირი აქვს რუსეთის არმიის გენერალს და პრეზიდენტობის კანდიდატს ოლიგარქთან? ამის შესახებ სპეციალური რეპორტაჟის მეორე ნაწილში. მანამდე კი ბევრისათვის დღემდე უცნობი კავშირები კვანტრიშვილებთან და ძმებჩორნებთან. სპეციალური რეპორტაჟი გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი, ნაწილი მეოთხე. 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთში დიდი ფულის შოვნა კრიმინალებთან კავშირის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ზღვარი სამართალდამცველების, ჩინოვნიკებისა და კრიმინალური ავტორიტეტების საქმიანობებს შორის თითქმის არ არსებობდა. ბიზნესი ეგრეთ წოდებული კრიშის გარეშე კი განწირული იყო. ბიძინა ივანიშვილის კავშირი კრიმინალურ ავტორიტეტებთან მოსკოვის მერიაზე გადიოდა. ახლად შექმნილი როსისკი კრედიტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მოსკოვის მერიის ფინანსურ-სამეურნეო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილისა და ლუშკოვთან დაახლოებული პირის ედუარდ სახაროვის დანიშვნის შემდეგ ბანკის ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი ოთარ კვანტრიშვილი გახდა.
ოთარ კვანტრიშვილი, პარტია რუსეთის სპორტსმენების დამფუძნებელი, სპორტის ოსტატი და ლევ იაშინის ფონდის დამაარსებელი, მეწარმე, კანონიერი ქურდი, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ამირან კვანტრიშვილის ძმა. ოთარ კვანტრიშვილი 1994 წლის 5 დეკემბერს მოსკოვში მოკლეს. იკვრებოდა მარტივი სამკუთხედი. ბიძინა ივანიშვილის ფირმების კონგლომერატი Argo Service, სახაროვი, ლუშკოვი და კვანტრიშვილი სპორტსმენები. კვანტრიშვილი მფარველობდა ივანიშვილის Argo Service-ის კომპანიონ ბანკებსაც, Atlantis, Combase და Mosbart Combanks, რომელთა დამფუძნებლები ძირითადად ქართველები იყვნენ და რომლებსაც 1994 წლის ბოლოს ყალბი ავიზოებისა და საგარანტიო წერილების დამზადებისა და კრედიტების დაუბრუნებლობის გამო ლიცენზიები ჩამოერთვათ. ამავე პერიოდში ქართულ და სლავურ დაჯგუფებებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებაზე კონფლიქტი გამძაფრდა. ბრძოლაში გამარჯვებული ეგრეთ წოდებული სოლცევოს დაჯგუფება გამოვიდა. 1994 წლის 5 დეკემბერი. აბანოდან გამოსული კვანტრიშვილი სნაიპერის ტყვია მიმსხვერპლა. მის მიერ კონტროლირებადი ბევრი ობიექტი სოლცევოს ხელში გადავიდა, თუმცა ფინანსები ივანიშვილის როსისკი კრედიტში დარჩა. კვანტრიშვილის მკვლელობაში სოლცევოს დაჯგუფების კვალს ხედავდნენ, თუმცა ამბობდნენ იმასაც, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ძმებმა ჩორნებმა შეუკვეთეს. ძმები ჩორნები, ლევ მიხაილ და დევიდ ჩორნი. ნამდვილი გვარი არაა ჩორნი, არამედ ჩერნოია. ვარაუდობენ, რომ გვარის გამოთქმა შავი სამყაროსადმი ძმების დამოკიდებულების ფონზე შეიცვალა. იმ დროისთვის ძმები რუსეთის ალუმინის წარმოების 75%-ს აკონტროლებდნენ. 1992 წელს კი ივანიშვილმა კრასნოიარსკის მხარეში მდებარე მსხვილი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის აქციები იყიდა. 1994 წელს კი ქონების სახელმწიფო კომიტეტის განკარგულების თანახმად მის დაქვემდებარებაში ის კომპანია აღმოჩნდა, რომელზეც კონტროლის მოპოვებასაც ძმები ჩორნები ცდილობდნენ. ყველასთვის მოულოდნელად ივანიშვილი ალუმინის ქარხნის აქციების ყველაზე მსხვილი პაკეტის მფლობელი გახდა. ეგრეთ წოდებული ალუმინის ომს მაშინ რამდენიმე მსხვილი აქციონერი და მეწარმე შეეწირა. ივანიშვილი ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოვიდა. ბიზნეს კრასნოიარსკის გუბერნატორად ალექსანდრ ლებედის მოსვლის შემდეგ ძმები ჩორნებით ჩამოშორდნენ. ივანიშვილი კი, რომელიც ლებედის საარჩევნო კამპანიის მთავარი დამფინანსებელი იყო, რუსეთის მეტალურგიული წარმოების 1/5-ის გამკარგავი გახდა. ივანიშვილის ბანკშივე დარჩა კვანტრიშვილის კაპიტალიც. ასეთი საწყისი აქვს მილიარდელი ოლიგარქის ბიზნესს. ბრუნდებით ეთერში ეს სპეციალური რეპორტაჟია და დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვეცნობით ბიძინა ივანიშვილს. დღემდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ოლიგარქი პოლიტიკაში ახალბედაა და მან მხოლოდ ახლა დაიწყო პოლიტიკური პროექტების განხორციელება. თუმცა თუ მის წარსულს კარგად გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ დიდი პოლიტიკით ოლიგარქი 15 წლის წინადაც იყო დაკავებული. და არც მეტი არც ნაკლები ის რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ალექსანდრ ლებედს აფინანსებდა. ლებედს ივანიშვილის ბანკში საარჩევნო შტაბიც კი ქონა გახსნილი. რუსეთის არმიის გენერალი და ივანიშვილის პირველი პოლიტიკური პროექტი საქართველოსათვის არც მეტი არც ნაკლები 9 აპრილით არის ცნობილი. 22 წლის წინ ის რუსთაველის გამზირზე რუსული ნიჩბებით აქციის დარბევას გენერალ როდიონოვთან ერთად მეთაურობდა. სულ რაღაც 7 წლის შემდეგ ივანიშვილის კუთვნილ ბანკ რასისკი კრედიტში პრეზიდენტობის კანდიდატის გენერალ ლებედის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. სპეციალური რეპორტაჟი გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი. ნაწილი მეხუთე. ეს გენერალი ლებედია, რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. მისი პოლიტიკური წარსული კი ბიძინა ივანიშვილის წარსულს უკავშირდება. რუსეთის პოლიტიკაში მოღვაწეობას და ლებედთან თანამშრომლობას თავად ივანიშვილი ვედომოსტისთან ინტერვიუში ასე იხსენებს. მე ლებედს ჯერ კიდევ მაშინ ვაპიარებდი, როდესაც ის მიტოვებული პოლიტიკოსი იყო. მაშინ ეგრეთ წოდებულ სემი ბანკირშინაში ჩამხდეს. ელცინის წინასაარჩევნო შტაბის წევრები, რომელსაც ანატოლი ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. მე კი ბანკის ოფისში მისი წინასაარჩევნო შტაბი განვათავსე. ვაფინანსებდი მის გაპიარებას. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველა მიხვდა, რომ მე მართალი ვიყავი. ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა თავისი ხმები ელცინს მისცა და ამით მას გამარჯვება გაუნაღდა. მე მაშინ მადლობაც კი არავინ მითხრა. ლებედს რომ ხსნიდნენ, უშიშროების საბჭოს მდივნის ხელმძღვანელის პოსტიდან ყველას გაახსენდა, რომ ის შემი მოყვანილი იყო და მე გამრიყეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე პოლიტიკით ვიყავი დაკავებული. ალექსანდრ ლებედი ივანიშვილის ხელშეწყობით 1996 წელს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს და გენერალმა პირველ ტურში 15 მილიონი ხმაც მიიღო, მაგრამ მეორე ტურზე უარი თქვა და ეს ხმები ელცინს გადაულოცა. ელცინმა ივანიშვილის დაპიარებული გენერალი მადლობის ნიშნად უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა, თუმცა ივანიშვილი ერთადერთი არ არის, რაც გენერალ ლებედს საქართველოსთან
22 წლის წინ 1999 წლის 9 აპრილს ცნობილ 345 პოლკთან ერთად ლებედი ქართველებს სადისტურად გაუსწორდა. ქართველების წინააღმდეგ გამოჩენილი სისასტიკისათვის პოლკოვნიკი ლებედი ჯერ გენერლად და საპარაშუტო დივიზიის მეთაურად, შემდეგ კი საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურად დააწინაურეს. საქართველოს შემდეგ ლებედი დამოუკიდებელი მოლდოვას დასასჯელადაც გამოიყენეს. ის ღიად მიემხრო სეპარატისტებს და საბრძოლო წარმატებასაც მიაღწია, თუმცა სასტიკი გენერლის ავტორიტეტის ზრდაში მოსკოვში საფრთხეც დაინახეს და მისი ჩამოშორება გადაწყვიტეს. 1995 წელს ელცინმა გრაჩოვთან ერთად მე-14 არმიის რეორგანიზაცია დაიწყო, რის გამოც ლებედმა თანამდებობა დატოვა და რუსეთის დუმაში გააგრძელა კარიერა. რუსულ თემთა კონგრესი ამ პარტიას რუსეთის დუმაში ლებედი დიმიტრი გოზინთან ერთად ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში ელცინის დავალებით ლებედმა მოლაპარაკებები აწარმოა ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან და ხელი მოაწერა ხასავიურტის შეთანხმებას, რითაც ჩეჩნეთის პირველი ომი დასრულდა. ლებედმა თანამდებობა ამ დავალების შესრულების შემდეგაც ვერ შეინარჩუნა. 1996 წლის ოქტომბერში ის გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა მინისტრ ანატოლი კულიკოვთან კონფლიქტის გამო. Освободить Лебедя Александра Ивановича от должности секретаря Совета Безопасности. Благодарю вас, друзья мои. Я не прощаюсь. გენერალმა პოლიტიკაში დასაბრუნებელი გზა მალევე მონახა და პოლიტიკური მომავალი რუსეთის უმდიდრესი მხარის კრასნოიარსკის გუბერნატორობაში დაინახა. ლებედის და მისი ძველი მეგობრის და დამფინანსებლის ბიძინა ივანიშვილის გზები აქ ისევ შეერთდა. 1998 წლის 17 მაისს ლებედმა კრასნოიარსკი კრაის გუბერნატორის არჩევნები მოიგო. ეს რუსეთის სიდიდით მეორე რეგიონია. ივანიშვილის კუთვნილი სტოიალენსკისა და მიხაილოვსკის სამთო მომპოვებელი და გამამდიდრებელი კომბინატები სწორედ კრასნოიარსკის მხარეში მდებარეობს. ლებედმა გუბერნატორად არჩევისთანავე ალუმინის ადგილობრივ მაფიოზურ დაჯგუფებას შეუტია. Что надоело? Я полгода поразводил, теперь начну хребты ломать. მორჩა, მომბეზრდა. ნახევარი წელი ვიღლაბუცეთ. ახლა კი ხერხემალში გადაგამპრევთ. На весь мир. Чтоб все знали. კრასნოიარსკის მხარეში უდიდესი მეტალურგიული კომბინატის 12%-ს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა. ლებედი კი ამავე კომბინატის დირექტორს ანატოლი ბიკოვს დაუპირისპირდა, რომელიც 1999 წელს დააპატიმრეს. ბიძინა ივანიშვილმა კი სტოიალენსკისა და მიხაილოვსკის კომბინატები, რომლებიც 90-იანი წლების ბოლოს დაახლოებით $50 მილიონ შეიძინა, 2005-ში უკვე $2.5 მილიარდ გაყიდა. გენერალი ლებედი კი გუბერნატორობის პერიოდში კიდევ ერთ ქართველთან დაახლოვდა. კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ასლან აბაშიძესთან ბათუმში ჩავიდა და თანამშრომლობაც დაგეგმა. Это нам ничего не мешает, по большому счету, восстановить нормальные республики. ჩვენ არაფერი არ გვიშლის ხელს დავამყაროთ ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობები, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ ასლან აბაშიძესთან ერთად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ. Мне ему так кажется. თუმცა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორმა პოლიტიკური გეგმების განხორციელება ბოლომდე ვერ მოახერხა. გუბერნატორის ვერტფრენი 2002 წლის 28 აპრილს ოფიციალური ინფორმაციით ნისლიან ამინში ელექტროსადენებს შეეჯახა და კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის ალექსანდრე ლებედიც დაიღუპა. ლებედის დაღუპვით ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური პროექტიც დასრულდა. 1993 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მოსკოვის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის რუშაილოს დახმარებით ივანიშვილმა ძმის პოვნა მოახერხა. შემდეგ კი მისივე ინიციატივით რუშაილოს სამმართველოში შეიქმნა სტრუქტურა, რომელიც ბანკის მიერ ფინანსდებოდა და ეს სტრუქტურა დიდი ხნის განმავლობაში ეფექტურად მუშაობდა. ივანიშვილის ბიზნეს არასასურველი ადამიანებისაგან იცავდა. როგორც მოსკოვში ამბობენ, ივანიშვილი ფაქტობრივად პირველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბიზნეს კონტრაქტი გააფორმა. მოგვიანებით რუშაილო შინაგან საქმეთა მინისტრობამდე და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტამდე დაწინაურდა. ის არჩნდება ვიდეო კამერებთან და ერიდება ჟურნალისტებს. პოლიტიკაში წასვლის შემდეგ საზოგადოებას ორჯერ წერილობით მიმართა და საკუთარი შერჩევით მხოლოდ 2 ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ. სატელევიზიო ინტერვიუს დროს კი ჟურნალისტს კითხვაც გაუგონტროლა. თქვენი მხრიდან რუსული პასპორტის ჩაბარება ფიქრობთ, რომ არის არგუმენტი იმის საპირწონედ, რასაც თქვენზე ხელისუფლება ამბობს, რომ თქვენ ხართ პუტინის პროექტი, რომ თქვენ ხართ უკვე ცოცხლად მოვლენილი საგარეო აგრესია. იცით რას გეტყვით? დაანებეთ ამ თემას არა. ეს თემა არის თითიდან გამოძუცნული.
თუ გამოწვეული როგორ ხმარობენ უგაცრავად არ ვიცი ეს როგორ ესეთ ტერმინები არ მიყვარს მაგრამ მოვიხმარე ახლა გავცერებული რასაც ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად თქვენ რუსეთში ცხოვრობდით ამის გამო არის ეს მე ვაცხადებ და განვაცხადებ კიდევ 9 წელიწადია რუსეთში არ ყოფილვარ მანამდე ხომ მიყავით და ჩემი ხელწერა და ჩემი ცხოვრების წესი ქართველებისთვის გასაგებია და კიდევ ბევრი რამ ძალიან თუ იქნება უფრო საინტერესო შეკითხვები დამისვათ და ეს კითხვა მაინც აქვს საზოგადოებას ამიტომ დაგისვით საზოგადოებას კი არ აქვს ეს კითხვა აქვს სააკაშვილის და სააკაშვილის მთავრობას რამდენადაც მათ საფრთხმელი არაფერი არ აქვს და არ აქვს არგუმენტები და ეს კიდევ ერთი სამტკიცია იმის მოსდევენ მას და მე თქვენ არ მიმაჩნიხართ და იმიტომაც მოვახერხეთ თქვენთან შეხვედრა მათ სატელიტად და ძალიან ხუთ გადადეთ ამ თემიდან და ისინი მოახერხებენ ამ თემის დაგროვებას და მიუხედავად საზოგადოებას თქვენს მიმართ აქვს ამიტომ არ ამბობენ რომ საზოგადოებას აქვს ეს აქვს ეს კითხვები აქვს მათ გოკაშვილებს გოკა უკაცრავად ბატონ გოკა გაბაშვილს ბატონ ციკლაურს და მათი იდეოლოგიებს თუ დემაგოგებს გააჩნიათ მსგავსი შეკითხვები და ამით გონიათ რომ ამით ფონს გავლენ და ქართულ საზოგადოებას დააბნევენ ამიტომ მათაც ადეთ ძალიან ხოთ ასეთი იყო სპეციალური რეპორტაჟი გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ უკვე შევხვდებით მომდევნო შაბათს ამავე სტუდიაში მადლობა რომ გვიყურებთ ნახვამდის